მოგესალმებით საყვარელ გამომწერებო და არქის სტუმრებო. დღეს გვექნება გაშლა მისი ფიქრები, ვარიანტი გვექნება 3. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ ნუმერაციით ან საითაც გაგექცევათ თვალი და დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. გავაკეთოთ ჯერ სიტუაციის აღწერილობა, რათა მივხვდეთ თქვენი თქვა ვარიანტი. აქ ვიღაცით манипулირებდა უფრო თქვენ, თითქოს თქვენთვის ის რაღაცა სათამაშო არის, ან რაღაცა манипуляციებს მიმართავთ. ან შეიძლება ფიქრობთ ახლა რა გააკეთოთ, რომ სიტუაცია წაიყვანოთ ისე, როგორც თქვენ გინდათ. თქვენ რაღაცა აქ შეიძლება სხვაობა იყოს ასაკობრივი, რელიგიური, მენტალური, თანამდებობაში და ძალიან ბევრ რამეში. თქვენ აქ მისი გული დაიწყარით. ესეთ ენერგიებში ხართ, ნახოთ მისი ფიქრები. ვისთანაც იცით როგორი არ არის, ეს თქვენი გაშლა არ არის. აქ დიდი გრძნობებია, რომელსაც ცდილობს, რომ ეხლა გაანეიტრალოს. ასევე ძალიან უნდა თქვენთან ინტიმური შეხვედრა და გითვალთვალებთ კიდევ მისი ფიქრები. ფიქრობთ, რომ თქვენ ახლა გაცივდით მის მიმართ, ძალიან ცივ ენერგიებში გხედავთ, ფიქრობთ, რომ ვიღაცებს ეფლირტავებით, ეკლუცობთ და ზოგადად ძალიან მაცდურ ქალაქს გხედავთ, ქალი, რომელსაც ყველა კაცის გულის დაპყრობა შეუძლია. და თქვენს გარშემო ხედავს, გონია, რომ ძალიან ბევრი მამაკაცი ირევა. შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ სოციალებში ბევრი თქვენზე ოცნებობს, ესეთი ფიქრები აქვს, რაც ძალიან აღიზიანებს. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, რა ენერგიებშია. რა ენერგიებში ხართ თქვენ ზოგადად? აქ ახალი პერსპექტივების განხილვაში ხართ, არ იცით რა გზას მიმართოთ და ფიქრობთ, რომ დროა თქვენ იმოქმედოთ და აიღოთ ინიციატივა ხელში. აქ პირიქით თქვენ უთვალთვალებთ კი არა და აკვირდებით სიტუაციას, ყველაფერს ზომავთ, წონით, რომ ყველაფერი რაღაცნაირად გათვლილად გააკეთოთ თითქოს. ახლო მომავალში გქონდათ მისგან შეტყობინება, SMS იზარი, რამაც გაგაბრაზათ და ჩაგაგდოთ საგონებელში და გაურკვევლობაში. და მოგინდათ რაღაცა შეცვალოთ, იაქტიუროთ. ნახოთ მის ფიქრები, რას ფიქრობს. ფიქრობთ, რომ თქვენ ვარსკვლავი ხართ, ფიქრობთ, რომ თქვენ იმპერატრიცა ხართ. თქვენ თავარი ქალი ხართ მის ცხოვრებაში, რომისგანაც უამრავ სიამოვნებას იღებს, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. თქვენ მიმართ აქვს გრძნობები, უნდა რომ მთლიანად გრძნობებში დაგახჩოთ, ამაზე ფიქრობს. აქ ცვლილებები უნდა ადამიანს და რა უნდა. შესაძლოა ახლა არ გქონდეთ კომუნიკაცია. ადამიანი განდეგილში აქვს თქვენ ჩაფიქრებული. ფიქრობს, რომ თქვენ უთვალთვალებთ. არ ვიცი რამდენი დეგრია, მაგრამ ეს ეგრე ფიქრობს. ფიქრობს, რომ თქვენ ახალში წახვედით და სადღაც აღარც გახსენდებათ შეიძლება, თუ დაცილებულები ხართ, რა თქმა უნდა. ან თუ არ დაცილდით, ფიქრობს, რომ რაღაცა სიახლე გინდათ, რაღაცა ახლებურად გინდათ და თქვენთვის ეს აუცილებელია, თითქოს ეს ამის გადადება აღარ შეიძლება რაღაცა სიახლეების. ძალიან დიდი მადლობა ვინც უყურებთ მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტი უნდა გამეკეთა
მგონი სხვა დასტით, მაგრამ რაღაც ესე მოხდა, ესე იგი მივყვეთ ამ დასტას. ნახოთ, აქ რა ენერგიებში ხართ. აქ შესაძლოა იყოთ რაღაცა მოგზაურობაში, გზაზე ზოგადად რაღაც მოძრაობა არის აქ. აქ ცოტა აქ ძალიან მხიარული ხართ. ზოგადად ცხოვრებისეულად. გიყვართ ხუმრობა რაღაცა მეგობრების წრე. გიყვართ ცოტა სარკაზმი. აქ ხვის ხუმრობები გაქვთ ცოტა ისეთი, რომ შეფაყოლონ ვერ გაიგოს თითქოს. შეიძლება ისე იხუმროთ, რომ ვიღაცამ თავი იგრძნოს დამცირებულად. მაგრამ ამას არ აკეთებ თქვენ შეგნებულად, უბრალოდ ესეთი ხუმრობები გაქვთ. ნახოთ, რას ფიქრობს თქვენზე. მისი ფიქრები. აქ რაღაცა ცივ ენერგიებშია ადამიანი, მის თავში ახლა ქარი ქრის რაღაცნაირად. დაფიქრდა გლობალურ რაღაცებზე. ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან ლამაზი რო ხართ მისთვის და უზომოდ მიმზიდველი. მუდაოა. აქაც შეიძლება დიდი სხვაობა იყოს თქვენ შორის რაღაცაში. კიდე რას ფიქრობს თქვენზე? თქვენ მისი მზე ხართ, თქვენ მის გულს ათბობთ, თქვენ მისი სიხარული ხართ. მოპატიეთ. კიდევ მისი ფიქრები. ფიქრობს, რომ ხა თქვენ რაღაცა თქვენი საქმეებით, თქვენი პრობლემების მოგვარებით ხართ დაკავებული. ეს თქვენ თუ იმას. აქ შესაძლოა ბევრთან გათამაშდება, რომ ეხლა პაუზა გაქვთ და ფიქრობს, როგორ მოვიდეს თქვენამდე. შეიძლება რაღაცა დახმარება შემოგთავაზოთ, ან რაღაცა რჩევა გკითხოთ. და ეს იქნება მანიპულაცია, თქვენამდე მოსასვლელი გზა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც უყურეთ. პირად გაშლებზე მომმართეთ კომენტარში მითითებულ ნომერზე. ვისაც არ აქვთ არხი გამოწერილი, გამომიწერეთ, რათა არ გამოტოვოთ ახალი საინტერესო თემები.